იყო და არა იყო. იყო ერთი ღორი, სახელად ღრუტუნა. 5 ჩაკურატებულ ჩამრგვალებული გოჭი ჰყავდა. 5-ვე შესაფერი სახელი ერქვა: მშივანა, მცივანა, თბილანა, გვიანა და მაგარა. დედა ღორი თვითონაც ჭკვიანი იყო და გოჭებიც ჭკვიანები დაზარდა. ღრუტუნა დღისით შვილებს ბუნაგში ტოვებდა. თვითონ საჭმლის საშოვნელად მინდორში დადიოდა. თხრიდა ძირხვენას, მაჩიტასა და სხვა ბალახ-ბულახის ფესვებს. სადაც საჩიჩქნი არაფერი იყო, არც მწვანე ბალახს იწუნებდა. ხოლო თუ ნაკარტოფილარს წააწყდებოდა, პირდაპირ აღდგომის დილა გაუთენდებოდა. ხრიდა ღონიერი დინგით ფაფუკ მიწას, ახრამუნებდა გემრიელ კარტოფილს და თან სულ ადამიანს ლოცავდა. რა კეთილია მშრომელი კაცი, თავისთვისაც სარჩოს იმარაგებს და საკბილოს არც სხვისთვის იშურებს. რა მიშველებოდა რომ ქვეყნად ყველა მძული და უქნარა იყოსო. არც მწიფერ კოსა და თხილ პანტა მაჟალოს იწუნებდა. ერთი სიტყვით მადა ძალიან დიდი ჰქონდა და ძუძუებსაც პირთამდე იტენიდა რძით. საღამოს დაბრუნდებოდა შინ, გადაწყვებოდა გულაღმა და ნელი ღრუტუნით შვილებს მოუხმობდა. შვილებიც ხარბად ჩააფრინდებოდნენ დედის ძუძუებს და პატარა მუცლებს ტკბილი ნოყიერი რძითით იკნიდნენ. ცხოვრობდა ასე ღრუტუნა მშვიდად და აუმღრეველად. ზრდიდა შვილებს და თავის ყოფას თვითონვე დანატროვდა. ერთ დღესაც წავიდა მინდორში ღრუტუნა და თავის ჩვეულ საქმიანობას შეუდგა. თხრიდა მიწას და ახრამუნებდა გემრიელ ფესვებს. უცბად ნაწვერალში თავგვის სოროს წააწყდა. სორო სულ ხვავრიელი თავთავებით იყო გაჭედილი. ღრუტუნა თითო-თითოდ იღებდა თავთავებს და მწიფე ხორბალს მადიანად აკნატუნებდა. საქმით გართულს ერთი მშიერი მგელი წამოეპარა ზურგიდან და გააგრძელებულად შეღმუვლა. გამარჯობა, დარბაისელო მანდილოსანო. ღრუტუნა შეკრთა, სწრაფად შემობრუნდა და სუნთქვა შეეკრა. მის წინ კბილებდა კრეჭილი მგელი იდგა და თვალებს საზარლად აბრიალებდა. მგელი წინათათებზე ჩაწვა, თვალებით სპიერად აახამხამა და ვითომ დიდი გულშემატკივარი იყო ისე კითხა. რატომ ჩიჩქნი მაგ მიწას რა დაწვალონ? ასე ხომ გახდები და ქონი და ხორცი შემოგადნებაო. ღრუტუნა მიფიქრა იქნებ ტკბილი სიტყვით როგორმე ჩამოვიცილოო, რაც კი შეეძლო მოწიწებით უპასუხა. დიდო ბატონო, წყეულ თაგს კაცის ნაშოვნი მოუპარია და ზამთრის სარჩოდ თავის სოროში შეუზიდნია. ეხლა სწორედ იმ თავთავებს გეახლებოდით. თუ ისი ამოვნებთ მგელო ბატონო, კაი მსუქან თავთავებს აგირჩევთ და მიირთვითო. რაო, თავთავები მივირთვაო? დაიღმუვლა მგელმა და ფეხზე წამოხდა. შენ მე ღორი ხომ არ გონი ვარ, თავთავები ვაკნატუნო, ან იქნებ გინდა რომ ყელში ფხა გამეჩხიროს და დამახრჩოსო? ეგეც არ იყოს, შენ ვინ მოგცა ნება რომ სხვათა ნაშრომ ნაღვაწას მისდგომი ხარ. ერთ საცოდავ პაწაწა ცხოველს ზამთრის სარჩო შეუგროვებია და შენ კი უნადგურებ. იყორავ გაომაძღარ მუცელს და სხვას კი სუსტს და უმწეოს მშიერს ტოვებ. ასეთი დიდი ცოდვა ქვეყნად ჯერ არც ერთ სულიერს არ ჩაუდემია და ღირსეულადაც დაგსჭი, ახლავე ძვალრბილიანად შეგახრამუნებო. ღრუტუნა მიხვდა რომ მისი საქმე წასული იყო, თუ რამეს არ მოიფიქრებდა. დიდო მბრძანებელო, მიმართა უფრო ჭარბი მოწიწებით. თქვენი ნება, რასაც მისამთ, მაგრამ სანამ შემჭამდეთ, ერთი სიტყვა მათქვევინეთო. ჩქარა თქვი, არ დამაგვიანო, მეტის მოთმენა არ შემიძლიაო, უღრიალა მგელმა. მე ძალიან დიდი ხნისა ვარ, ბატონო, უთხრა ღრუტუნამ. წლოვანებაც კი აღარ მახსოვს ჩემი. ხო და სივერისაგან ხორცი სულ აღარ მივარგა და ძვლებიც ქვასავით ამაქვს გამაგრებული. აბა ასეც რა გემო უნდა ჩაატანოთ. წამობრძანდით ჩემს ბუნაგში. 5 გოჭი მყავს. ერთ საქვია მშიანა, მეორეს მცივანა, მესამეს თბილანა, მეოთხეს გვიანა და მეხუთეს მაგარა. 5-ვე ისეთი მსუქანიაო, რომ სულ ქონი გასდითო. მობრძანდით და რომელი მოგეწონებათ, ის მიირთვით და თუ ინდომებთ, 5-ვე თქვენი ფეშქაში იყოსო. ღორის ნათქვამმა მგელი ძალიან დააფიქრა. ტუილად კი ვარ არის ნათქვამი, ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსო. მართლაც და, სად გოჭის ქორფა ჩვილი ხორცი და სად ბებერი ღორისაო, თქვა გუნებაში მგელმა და ღრუტუნას კითხა. კარგი, გაპატია დანაშაული, მაგრამ მითხარი შენს ბუნაგში როდის და რა დროს მოვიდეო. როცა გენებავთ ბატონო, მიუღო ღრუტუნამ,
მაგრამ ჩემი აზრით, საღამოთი ჯობია. უფრო უხიფათოდ მოხვალთ, ვერავინ დაგინახავთ და ჩვენც ყველანი ბუნაგში დაგხვდებითო. მგელს ეს რჩევა ჭყუაში დაუჯდა. კარგი, საღამოზე მოვალ, მაგრამ თუ მომატყუე იცოდე, ცოცხალი ვერ გადამრჩებიო. უთხრა ღრუტუნას და თავის გზით წავიდა. მიდიოდა და თან ტუჩებს ილოკავდა. თვალწინ სულ მსუქანი გოჭები ელანდებოდა და ნერწყლზე ყლაპავდა. მგელი რომ წავიდა, ღრუტუნამაც მაშინვე თავის სახლისაკენ მოძუძგა. თან სულ უკან იყურებოდა. ემან და ღმერთი არ გაუწყრეს, სიწუწკემ არ დასძლიოს და ისევ არ წამომეწიოსო. მივიდა ღრუტუნაშინ, დაუძახა შვილებს, შემოისხა ირგვლივ და რაც თავს გადახდა ყველაფერი დაწვრილებით უამბობ. თან ყველანი სათითაოდ დაარიგა, თუ როგორ მოქცეულიყვნენ, როცა მგელი კარზე დააკაკუნებდა, ან რა ეპასუხნებთ. ამის შემდეგ კარებს მაგარი ურდული გაუყარა, დააწვინა შვილები და თვითონაც გვერდით მიუწვა. მოვიდა მგელი და კარზე დააკაკუნა. ღრუტუნამ ისე მოაჩვენა თავი, თითქოს არ იცოდა ვინც აკაკუნებდა და შიგნიდან ტუქსვით გამოსძახა. ვინო ხერი ხარ ამ შუაღამისას რომ აბრახუნებ, ამ დროს ყველა თავის კერაზე ზის და შენ თუ ავისული არ ახარ, კარდაკარ რას დაეხეტებიო. ვინა ვარ და მგელი ვარ, შეხმულა გარედან მგელმა. გააღე ღორო კარები, თორემ პირის გატეხვისათვის ავ დღეს დაგაყენებო. ღორიც შენახარ და უარესიც, გამოსძახა ღრუტუნამ. დაიკარგე მანდედან და საიდანაც მოთრეულ ხარ, ისევ იქით წაეთრიეო. მგელი მიხვდა რომ ნებით ვერაფერს გახდებოდა და კარის შემტვრევა მოინდომა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. ბოლოს მოთხოვებით ცადა ფონს გასვლა და ტკბილი ხმით გოჭებს გაესაუბრა. ჯერ მშიანას დაუძახა, კარი გამიღეო. მაგრამ მშიანა მგელის თვალთმაქცობა კარგად იცოდა და როგორც დედისგან იყო დარიგებული, ისე უპასუხა. მე შენთვის არამცალია, მშია და ძუძუს ავწოვ დაიკარგე მანდეიდან ნუ მაწუხებო. მგელმა ახლა მცივანას დაუძახა. მცივანა, კარი გამიღეო. მაგრამ მცივანაც დედისაგან იყო დარიგებული და მგელს საკადრისი პასუხი გასცა. მე ესედაც ძალიან მცივა და გიჟი არ ვიქნები რომ კარი გავაღოო? რა კი მცივანა უარის ტკიცა, მგელმა ახლა თბილანას მიმართა. თბილანა, შენ მაინც გამიღე კარი, შენ ხომ აღარ გიცივა? შენ ხომ არ გადაირიე? გასძახა თბილანამ, ძლივს ფარსაგად ჩავითბუნე და შენი გულისთვის გვერდებს ვერ გავიციებო. იქნებ გვიანა მაინც შევაცდინოო, თქვა გუნებაში მგელმა და გვიანას შესძახა. კარი გამიღეო. ახლა ძალიან გვიანია. ცივი უარი შეაგება გვიანამაც. მგელმა ბოლოს მაგარას დაუძახა. მაგარა, გამიღე კარი. შენ ხომ მაგარი ხარ და შიში არაფრის აგაქვსო. მაგარი რომ ვარ, სწორედ ამიტომაც ვკეტავ კარს მაგრათო. მგელი ახლა კი მიხვდა რომ შეაცდინა ღრუტუნამ და ბრაზისაგან სულ ცესხლი მოეტიდა. ახია ჩემზე რომ შენ დაგიჯერე და დღევანდელ კვერცხ ხვალინდელი კათამი ვამჯობინე, შესძახა ღრუტუნას. მაგრამ იცოდე, თუ სადმე წაგასწარი და ხელში ჩამვარდი, შეუჭმელი ვერ გადამრჩებიო. კაი, თუ გაბრიყვდი და კიდევ ჩამივარდი, მაგას ვეღარ ეღირსებიო. გამოსძახა ღრუტუნამ და არხეინად მეორე გვერდზე გადაბრუნდა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.